ინკლუზიური ბავშვი არ არსებობს. იცოდით, ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები. ის ინკლუზიური ბავშვია. ჩვენს კლასში ინკლუზიური მოსწავლე გადმოვიდა. ინკლუზიური ბავშვი ბუნებაში არ არსებობს. ეს ტერმინოლოგიური შეცდომა, რომელიც დროა დავიწყების მდინარეს გავატანთ. ნაბიჯ მივყვეთ. ინკლუზია ეს არის მიდგომა, პროცესი და გარემო, რომელიც ყველას თანაბრად ფუნქციურად რთავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ინკლუზიური შეიძლება იყოს განათლება, სკოლა, კლასი, გარემო ან საზოგადოება და არა კონკრეტული ადამიანი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, იგივე SSSM. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სწავლის პროცესში. მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მაგალითად, ჭირდებოდეს ადაპტირებული პროგრამა. მაგრამ თავად ის არის მოსწავლე და არა საჭიროება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ბავშვი. ეს არის სამართლებრივად და სამედიცინოდ სწორი ტერმინი. როცა ადამიანს აქვს გარკვეული ფიზიკური, სენსორული, მენტალური ან ინტელექტუალური დარღვევა. ოქროს წესი ძალიან მარტივია. პირველ ადგილზე ყოველთვის ვაყენებთ ადამიანს და არა მის დიაგნოზს ან სტატუსს. ის არის ბავშვი, მოსწავლე, მეგობარი, ადამიანი და არა ინკლუზიური ან სპეციალური. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის.